თურქეთის რესპუბლიკა. თურქეთის რესპუბლიკა ნამდვილად არ არის ჩვეულებრივი სახელმწიფო, რომელიც ცვრილმან გათხრებსა და ხრიკებს დაემორჩილება, ან ასეთ ქცევას დააჯილდოებს. ჩვენ ვიქცევით როგორც ღირსეული და ამაყი სახელმწიფო, რომელიც ამაყობს თავისი ისტორიითა და წინაპრებით, როგორც უნდა იქცეოდეს ასეთი ქვეყანა როგორც საშინაო, ისე საგარეო პოლიტიკაში. რა თქმა უნდა, ჩვენ ვიცით, რას ცდილობს თითეული. ვხედავთ, რა სისხლიანი სცენარები იწერება ჩვენს რეგიონთან დაკავშირებით. ღმერთის ნებით ჩვენ არ დაუშვებთ, რომ ეს სცენარები განხორციელდეს. ამაში ყველა შეიძლება იყოს დარწმუნებული. ყველა შეიძლება იყოს მშვიდად. თურქეთის რესპუბლიკა არ თმობს არც თავის პრინციპებს და არც ეროვნულ ინტერესებს. ჩვენ არასდროს მიგვიტოვებია არც ერთი მეგობარი ან ძმა, ვინც ჩვენზე იმედს ამყარებს. ჩვენ არ შევწყვეთ ბრძოლას ჩვენი რეგიონის მშვიდობის დასამყარებლად მხოლოდ იმიტომ, რომ ვიღაცას ეს არ სურს. ვიღაცას აშფოთებს ან ვიღაცას თავისი გეგმები ეშლება. ჩვენ ასევე არ შევწყვეთ ჩვენი მეზობლების აღდგენის მხარდაჭერას მხოლოდ იმიტომ, რომ გულელი ქსელები, რომელთაც უდანაშაულო ადამიანების სისხლი აქვთ ხელებზე, ამით შეწუხებულიან. შეწუხებულნი არიან. თურქეთის საგარეო პოლიტიკას მხოლოდ და მხოლოდ თურქიერი განსაზღვრავს. არც ერთ სხვა მოთამაშეს გარდა ერისა არ შეუძლია თურქეთის მიმართულების განსაზღვრა ან თურქეთის საგარეო პოლიტიკისთვის საზღვრების დაწესება. როგორც აქამდე ვაკეთებდით, ასე გავაგრძელებთ მომავალშიც მუშაობას თურქეთის ინტერესების დასაცავად იმ მიმართულებით, რომელსაც ჩვენი ერი განსაზღვრავს. დღეს კიდევ ერთხელ მინდა ეს სიმართლე განვაცხადო. თურქეთს მთელ ჩვენს რეგიონში არ აქვს სხვა მიზანი, ამოცანა ან ამბიცია, გარდა მშვიდობის, სამართლიანობის, სტაბილურობისა და სიმშვიდისა. საპირისპიროდ იმისა, რასაც ზოგი ამტკიცებს, ჩვენ არ გვაქვს საიდუმლო დღის წესრიგი და არც დაფარული განზრახვა. ჩვენი სურვილია, რომ ჩვენს გარშემო მშვიდობის ატმოსფერო სუფევდეს. ჩვენი მიზანია სამართლიანობის, უსაფრთხოების და კეთილდღეობის დამკვიდრება ჩვენი რეგიონის ყველა კუთხეში. ჩვენს გეოგრაფიას ამჟამად მშვიდობა ისეთივე სჭირდება, როგორც წყალი და ჰაერი. ის ელის იმ დღეებს, როცა საბოლოოდ მიაღწევს ამ მშვიდობას. და როგორც თურქეთის რესპუბლიკა სირიიდან ერაყამდე, ლიბანიდან პალესტინამდე, სპარსეთის ყურედან აფრიკამდე და ბალკანეთიდან კავკასიამდე, ჩვენი გულისა და კულტურის მთელ გეოგრაფიაში ვამბობთ, რომ ისტორიამ დაგძმო. ჩვენ ვიბრძვით, რომ ეს საუკუნო ძმობა ავამაღლოთ. ღვთის ნებით, სანამ ამ ბრძოლას გამარჯვებით არ დავაგვირგვინებთ, გავაგრძელებთ მუშაობას მთელი ჩვენი ძალებით ყველგან, სადაც კი ჩვენი ხელი წვდება.